როგორც იცით, ჩვენთან მხოლოდ გაჟონვის დიაგნოსტირება და ადუღების პრობლემის მოგვარება არ ხდება, ასევე ჩვენ ვაკეთებთ რადიატორებს და რადიატორებზე ვცვლით ხუფებს. ეს არის პროცესი, თუ როგორ იცვლება ხუფი, ეს დაზიანებული ხუფია, ჩვენ წინა ვიდეოში ჩანს თუ რა ადგილზე ჟონება. ხუფის მოხსნის დროს, ესე ვიზუალური დათვალიერებისას იდეაში გარდან ჩანდა, რომ სუფთა იყო შიგნიდან რადიატორი, პატრონით სულ ანტიფრიზზე ამუშავებდა. ხედავთ როგორ შეჭმულია უკვე თვითონ რადიატორის ხუფი. ხუფი რომ მოვხადეთ, როგორც ხედავთ, უამრავი ნაგავია შეგნით რა თვითონ უშუალოდ რადიატორში. ამიტომ არის ხოლმე საჭირო რომ გამოირეცხოს სისტემა პერიოდულად, რომ ეს ნაგავი რაც არის დაგროვებული არ გამოიწვიოს თვითონ სისტემის დაზიანება, ადუღება და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც დროის მერე თვითონ ანტიფრიზის გადაიქცევა ნაგვად და უკვე სისტემისთვის ანცუდი. ასე რომ თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა, რადიატორია შესაკეთებელი, ან პომპა, თერმოსტატი და ასე შემდეგ შესაძლებელი, ან გიდუღებთ, ან იკლებს და ვერ პოულობთ, გვეწვიეთ ავტომასტაში.